რაღაცნაირად ფსიქიატრიული კლინიკის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი. და ეხლა ვიღაცა მეუბნება მე, რომ მე ამ ხალხს ხელი უნდა ჩამოვართვა რაღაცნაირად. ეს არადეკვატური ხალხი რო ხელისუფლებაში აღმოჩნდეს. აი როგორ დამიტკიცებ, რომ ესენი უკეთესი ვიქნები? რა სიტუაცია ქართული ოცნების პირობებში. ყველაზე ეს ნათელი მაგალითი როგორ დეგრადირდა ქართული ოცნების მმართველობა არის კობახიძის ვიზიტი პარლამენტში. ზოგადად ქართულ ოცნებას ახასიათებს თავიანთი ლიდერების, მინისტრების, პრემიერ-მინისტრების და მით უმეტეს ბიზნა ივანიშვილის მიმართ ბოდიში ჟარგონისთვის პათხალი მობო, მაგრამ ისაც მოხდა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, უბრალოდ ყველანაირი რეკორდი მოხსნა, იმიტომ რომ ადრე მაგალითად, როცა ღარიბაშვილი მოდიოდა პარლამენტში, იქ პარლამენტში კობახიძე იყო, ანუ კობახიძე იყო პარლამენტარების უფროსი, ასე ვთქვათ. ამიტომ ზედმეტი რაღაც ღარიბაშვილის მიმართ მაინც არ მოსდიოდათ. კი, აქებდნენ რაღაც, მაგრამ ესმოდა იცოდნენ რომ უკან კობახიძეზის და აი თლად ზედმეტი არ უნდა მოუვიდეთ. ამიტომ თუ ეს რაღაცა ზედმეტობა იგზნობოდა მხოლოდ ივანიშვილის მიმართ და ეს პირველი არ იყო და კიდე შეიძლება აიტანოს კაცმა ეს ყველაფერი. არც ეს არის კარგი, მაგრამ რაღაც ფარგლები ქონდა რა, მარტივად ვთქვათ ამ ყველაფერს. მაგრამ ვინაიდან ვერტიკალი აეწყო ქართულ ოცნებაში და რაღაც ბიზნა არის მე კობახიძე, რაღაც დინარაძე და რაღაც სხვანაირად არის საწყობელი ხლა და ამაზეც ბევრი გულაპარაკია. უბრალოდ აი ამარზენი სიტუაცია დაავაგდა პარლამენტში, სადაც ჯერ ხო კობახიძე აქებდა ბიზნეს და როგორც თქვი ეს კიდე რაღაც გასაგებია, რაღაც ღარიბაშვილი აკლებდა საბოლოო ჯამში და მერე პარლამენტარები კობახიძეს აქებდნენ ისე რომ აი საშნად გამოიყურებოდა. და პირდაპირ ჩანს რომ რაღაც დეგრადაცია ხდება სისტემის, იმიტომ რომ აი სრულიად რაღაც დაცლილია რაღაც საღიარისგან, ადეკვატურობისგან. თან ვინაიდან მარტო არიან პარლამენტარები, ოპოზიციიდან არანაირი კრიტიკა არ ისმის, არც ლანძღვა, არც ჩხუბი და ეს კიდე უფრო კაფეო ჩანს რა საშნელი, ასე ვთქვათ, მორალური, ასე ვთქვათ, წესრიგი არსებობს, თუ შეიძლება ამას მორალური დავარქვათ რამენაირად ქართულ ოცნებაში. და ეს იმდენად ამარზენი იყო, რომ აი მას კი დავაკვირდე, რომ არც ერთი აი საერთოდ არცად არ გაჩნდა ქართული ოცნების რომელიმე არა თუ მხარდამჭერი, არამედ ტროლიც კი, ვინც ამას დაიცავდა. ანუ რაღაც სტანდარტულად რაღაც პოსტ დაწერ ქართული ოცნების კრიტიკით, იქ გამოვარდება ვინმე ტროლი და დაიწყებს რაღაცის ქებას. რაღაც შეიძლება სრული იდიოტიზმი იყოს, მაგრამ დავალება აქვს ფულს უხდიან და ეს ფულიანი ტროლებიც კი ვერ იცავდნენ აი ამ საგიშეს, რაც ქართული ოცნებამ მოაწყო პარლამენტში. პარალელურად აი სრულიად რაღაც იდიოტური მოტივით იჭერენ ადამიანებს, პოლიტიკოსებს და უშვებენ ციხეში. იდიოტური, იმიტომ რომ ფაქტობრივად რაღაც სპექტაკლი დადგეს, რასაც დაარქვეს საგამოძიო კომისია, რომელიც იდეაში ოპოზიციის ინსტრუმენტია და კონსტიტუციის დარღვევით თავიანთი კობახიძის კონსტიტუციის დარღვევით ოპოზიციის ინსტრუმენტი გახდა უმრავლესობის ინსტრუმენტად, რაც ძალიან სასაცილოა თავისთავად, მაგრამ აი ამ სასაცილო კომედიურ რაღაც ჟანრში რომ დაიწყო ამ ყველაფერმა მუშაობა, გამოვიდა რომ მე ვიღაცებმა უარი თქვეს ამ კომედიაში მონაწილეობის, რაც ჩემი სრულიად ლეგიტიმურია და ამის გამო რომ უარი თქვეს, გაუშვეს ციხეში. აი ესეთი ერთი მხრივ სრული მარაზმი ხდება. და ეს კარგი უნდა იყოს, ალბათ ოპოზიციისთვის ეს უნდა იყოს შანსი, რომ ქართული ოცნება დაამარცხო, ანუ როცა შენი ოპონენტი ისე იწყებს, ისე აგრძელებს თავის საქმეს, რომ აი ამარზენი ხდება და თავისივე მხარდამჭერები ვერ უჭერენ, ვერ ამართლებენ ამ ყველაფერს, ალბათ ეს არის ოპოზიციისთვის შანსი. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, რას აკეთებს ამ მომენტში ოპოზიცია. ანუ უყურეთ, აი შანსია, ხვდებით, აი დეგრადაცია ხდება ქართული ოცნების და შენ შეგვიძლია აქედან რაღაც გააკეთო, რომ ქართული ოცნება დაამარცხო. მაგრამ რო რაღაც გააკეთო, შენს ადეკვატურობა გჭირდება, ხო, აქეთ ამ მხრიდან. და ეხლა რა ხდება ამ მომენტში? გვერდზე გადავდოთ ეს რაღაც დაუსრულებელი, უკვე ყველანაირად ას მოკლებულ დისკუსიას არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობას, იმიტომ რომ ელემენტარულად ბოლოს და ბოლოს ლელო რომ გამოვიდა, თქვა დისკუსიები უნდა გავხსნათო და თავიანთ ტელევიზიებზეც კი არ გავხსნას დისკუსია. დისკუსია არ მიმდინარეობს. ანუ რაღაც პროცესია. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, მეორე ამბობს, რომ არ უნდა გავიდეთ და ერთმანეთთან არ ლაპარაკობენ. და ეს არ ლაპარაკი ერთმანეთთან. ანუ კიდევ კითხოდი, რომ აი შეიძლება ჩვენ არ მოვწონვართ და რაღაც, მაგრამ აი ერთმანეთში ხო უნდა ილაპარაკონ და იქამდე მივიდა, რომ არა თუ არ ლაპარაკობენ ეს ტიპები. ერთ-ერთმა მათგანმა შიმშილობა დაიწყო, რომ ლაპარაკი შემდგარიყო. ანუ ელენე ხოშტარია, ანუ ეს მარაზმი ხო ხდება ქართულ ოცნების მხრიდან. ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც სრული სპექტაკლია დადგმული, ხან ხაზარაძეს მისტერიან, ხან სხვა პატიმრებს, მაგრამ არ ლაპარაკობენ, რაღაც კომედია თუ რაღაც ტრაგიკომედია მიდის
TV პირველზე რაღაც კლოუნადა და ამ ფონზე ელენე ხოშტარი აცხადებს შიმშილობას. ოღონდ თავიდან ეს შიმშილობა გასაღებულია როგორც ქართული ოცნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ატყდართელი ამბავი, გადამწყვეტი ბრძოლა, გამბედავი ნაბიჯი. როგორ შეიძლება შიმშილობა ზოგადად გამბედავი იყოს, როგორ სწორი იყოს? პირიქით ხალხმა მოგყვას, რომ შეწყვიტა შიმშილობა, არ არის სწორი, არაფერ შუაში არ არის. აი უბრალოდ ნებისმიერ საღაზე ყოფი ადამიანი ერთი პოზიცია უნდა კონდეს, რომ აი ეს არ გააკეთო. ну მაგრამ აი გმირი ელენე ხოშტარია რაღაც იმხელა მხარდაჭერას იღებს ამ უცნაური ნაბიჯის გამო რომ ვიღაც აქტივისტები და პლუს გედი ფოფხაძეც იწყებენ შიმშილობას. მეორე დღეს ირკვევა რომ თურმე შიმშილობა ლელოს წინააღმდეგ არის მიმართული. მე არ ვიცი გედი ფოფხაძე და ის აქტივისტები რომელიც შიმშილობით ქართულ ოცნებას ებრძოდნენ რას ფიქრობდნენ ამ მომენტში მაგრამ ხოშტარიამ თქვა რომ მე საერთოდ იმიტომ ვაკეთებო რომ აგერ ლელომ იქნებ დავიყოლიო ბოიკოტზე. ანუ წამოიდინეთ მარაზმის დონე როცა პარტიები რომლის თავარი ფუნქცია არის პოლიტიკოსები რომ თავარი ფუნქცია ლაპარაკი ვერ ლაპარაკობენ და ერთ-ერთ მათგანს რომ ლაპარაკი მოუნდა რაღაც თემაზე ამიტომ შიმშილობა დაიწყო რომ ადამიანს რამდენიმე ბავშვი ყავს ახლობლები ყავს და ის ამბობს რომ მე მზად ვარ ჩემი ცხოვრება გავწირო იმიტომ რომ ლელოს დაველაპარაკო თავის სიცოცხლეს, თავისი ახლობლების ფსიქიკურ კომფორტს თუ რაც ყველაფერს გაწირავს ლელოსთან ლაპარაკისთვის. აი ესეთი დაბალი სტანდარტი, მიზანი. ხო, წამოიდგინეთ თუ ადამიანის საკუთარ ცხოვრებას, საკუთარი ახლობლების სიცოცხლის ხარისხს, ემოციებს, სიყვარულს ასე არაფასებს. წამოიდგინეთ ეს ხელისუფლებაში აღმოჩნდეს რას გვიზამს ჩვენ. აი უბრალოდ დაფიქრდით, უბრალოდ რამხელა მარაზმი იყო რაც ხდებოდა, რომ ადამიანი ამბობს, რომ ლელოს გამო შიმშილობო. რა ლელოს გამო უნდა შიმშილობდი? მართლა უბრალოდ აი ამ ხალხს რომ ძალაუფლება ხელს ჩავარდეს, ხო კატასტროფისთან შეიძლება აღმოჩნდეთ. საკუთარ ცხოვრებას და ახლობლების ცხოვრებას თუ არაფასებენ, ჩვენ რას გვიზამენ. ამის შემდეგ ირკვევა თად გენიალური ამბავი, იმიტომ რომ მოგახსენებთ, რომ ბოიკოტის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიზანი აი ვინც ამას აორგანიზებს, ანუ რეალურად ვინც ბოიკოტს პროპაგანდირებს ნაცები, ახლები და ასე შემდეგ არის ის რომ ჩვენ 4 ოქტომბერს რევოლუციას ვაწყობთ. ანუ არ გინდათ არჩევნებიო, უნდა შევიკრიბოთ 4 ოქტომბერს, ანუ არჩევნების დღეს. აქეთ ქართული ოცნება ფეიქ არჩევნებს აწყობსო და ჩვენ კიდე ამ არჩევნებს ჩავშლით, ბევრი ადამიანი შევიკრიბებით და დავამხოთ ქართულ ოცნებას. რაც ოკეი, ამხობთ კაცო. აბა თქვენიც. მე რაღაცნაირად დამჯერა რომ ასე ამხობენ ქართულ ოცნებას და რევოლუციის ყვირილით მე მგონი რევოლუციები არავის არ ჩაუტარებია პირიქით რევოლუცია რომ მოხდეს ჯერ რაღაც იდეა უნდა კონდეს ანუ იდეოლოგია გჭირდება რაღაც ტიპის მაგრამ ნუ გვერდზე გადავდოთ ანუ ფეიქ რევოლუცია იყოს ფეიქ რევოლუცია მაგრამ აი ფეიქ რევოლუციაც რო უკვე კომედიად აქციეს პატა ბურჭულაძე მიდის მერიაში და სთხოვს დახმარებას რომ მეო ესე იგი რევოლუცია უნდა დავიწყო დინამო სტადიონიდან და დინამო სტადიონზე უნდა დავიწყო რევოლუციაო, იმიტომ რომ კარგად გადავეტევით, კარგად დავთვლითო, ასე ისე, მაგრამ პატრა სტადიონი არისო, მაგრამ ნუ გარეთ დადგება ხალხი არ აუშავსო და მიდის მერიას ნებართვას თხოვს. ხალხი აღშფოთა რაშვაშიაო, მერიაო, სტადიონი კერძო საკუთრებაში არის. და თურმე გაირკვა, აი უბრალოდ მე არ დავიჯერე, როცა ეს პირველად ნახე, გადავიკითხე, ნიუსებში მოვძებნე, თურმე გაირკვა, რომ პატა ბურჭულაძე ყურადღებით სთხოვს მერიას გამოუყოს ფული რომ მიქირაოს ბიზნესმენ ფიფიასგან სტადიონი. ანუ ქართულ ოცნებას ოპოზიცია სთხოვს ფულს რომლითაც იქირაებს სტადიონს, სადაც შეკრიბავს ხალხს, რომლითაც მე დაამხობს ქართულ ოცნებას. აი რა ქვია მას ახლა? ეს ხო არის რაღაც ტიპის ფსიქიკური აშლილობა, ხო? ოღონდ დიდ მასშტაბში გავრცელებული, აი ბევრ ადამიანში. ეს ხო არის ერთი ადამიანის პრობლემა. გასაგებია რა კოცები ამას დაცინდიან, მაგრამ ეს ხო არ არის ნორმალური. აი რაღაცას ღირებულება ხო აქვს, აი სიტყვებს ნიშნავს რევოლუციას ხო შეიძლება სიტყვას რაღაც რამე ღირებულება ქონდეს. აი ეს როგორ შეიძლება ნორმალური იყოს? ფაქტობრივად ამ დიდი კოალიციის თუ რაც იყო 4-5-ის 25-ის ყველა ლიდერი ან გაქცეული ან ციხეში ზის. ამის საპასუხოდ ორგანიზდება დიდი მიტინგი, გადამწყვეტი, დადექი საქართველო, ხალხი შეიკრიბა და იმდენად ცოტა ადამიანი მოდის, რომ დრონები მარტო იმედს დაფრინავს, ან ოპოზიციის კამერები დაწეულია, რომ შემთხვევით არ გამოჩნდეს რამდენი ადამიანია და რავი, გამიკვირდება, რომ 5000-ზე პრინციპულად მეტი ადამიანი მოსული. ანუ
1%-იც კი არ შეიკრიბა სავარაუდოდ იმ ხალხისა, ვინც ხმამისა ამ პარტიას და მეტი რა უნდა გააკეთო, ლიდერების სიხეს ჩაგისვეს. რაღაც სული ბარდაგი აქვს მოწყობილი. ქართულ ოცნება რაღაც ერთპიროვნულ მართლობის რაღაც ვერტიკალს ამყარებს. აგერ არჩევნები გაქვს, დისკუსია არ მიმდინარეობს და ხალხი არ გამოვიდა. და ამ რაღაც ისედაც არ გამოსულ ძივს გამოსულ ხალხს დაახვედრეს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მორიგჯერზე აი სრული აი როგორ გითხრათ, არ მინდა ასაკში არის ქალბატონი და რაღაც თქვა მას, მაგრამ უბრალოდ აი არაადეკვატურობა იყო რაც მაგამ თქვა. იცავ ერთობაო, სამი თვის წინ ამოდა რომ ერთობა ეს შემოგდებული თემა არისო, სუსისო თუ ქორცებისო თუ რაღაცაო. ეხა ამბობს რომ ერთობა გამოსავალიო. არც შიმჩილობა გიშველითო, არც არჩევნებიო, არც თავარი ერთობაო. და წავიდა. მე ვიღაც ბავშვები გამოდიოდნენ და ყველოდან რევოლუცია ხალხი ტარშუგრავდა. აი რაღაცნაირად ფსიქიატრიული კლინიკის შტაბ-ეჭილებას ტოვებს ეს ყველაფერი, ხვდებით? და ეხლა ვიღაცა მეუბნება მე, რომ მე ამ ხალხს ხელი უნდა ჩამოვართვა რაღაცნაირად, აი ამ ხალხს, რომელსაც მე მგონია, რომ ან რაღაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ან მოსყიდულები არიან, ან რაღაც იდიოტები არიან, რაღაც აი ეს უცნაური კომბინაცია, ხელი უნდა ჩამოვართვა და მათთან ერთად დავამხო ბიძინა ივანიშვილი. ეს არადეკვატური ხალხი რო ხესრულებაში აღმოჩნდეს. აი როგორ დამიტკიცათ, რომ ესენი უკეთესები იქნებიან?